ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფიგურანტები სასამართლომ დამნაშავეებად მიიჩნია პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული და ბოდიში ტელეფონი არ გამოიყენეს სასწრაფოში დასარეკად და გამოიყენეს ვიდეოს გადასაღებად. ყველაფერი რაც მოვისმინეთ სისასტიკეზე მიუთითებს. ეს არის ნაწყვეტი მოსამართლე რომეო ტყეშალაშვილის განცხადებიდან, რომელმაც დღეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს. მათ ჯგუფურა ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან. დემეტრე ჩიქოვანის პატიმრობა კი 6 წლით და 9 თვით განისაზღვრა. მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით შეყვარებულისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ალექსანდრე გაბაშვილმა მეგობრებთან, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად ავალიანზე თავდასხმა გადაწყვიტა, რაც წინასწარ დაგეგმა და გეგმის შესრულების ადგილით შეარჩია. საგამოძიებო მასალების მიხედვით თავდასხმა ჯერ 29 სექტემბერს იგეგმებოდა, რაც ვერ მოხერხდა. 2 დღეში 1 ოქტომბერს კი ზღვის დასახლებაში მასწავლებელს ჯგუფურად დაესხდნენ თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. ახალგაზრდა პედაგოგი 3 კვირის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილება ეს არ იყო მხოლოდ ციფრების გამოცხადება დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე, ეს იყო მისი ღირსეული არა მხოლოდ გადაწყვეტილება, არამედ ღრმა სამართლებრივი, სოციალური და მორალური შეფასებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული და ასე ვთქვათ, გულში ჩამსდომი იყო, რომ უემოციოდ არ დატოვა არც ერთი მსმენელი, რომელიც უკვე ღია სასამართლოს ხდომაზე ესწრებოდა პროცესს. ეს არის ასე ვთქვათ სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც საშელის დასაბუთების კუთხით იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმააზროვანია, რომ დარწმუნებული ვარ სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. ველოდებოდი სასჯელს, იმიტომ რომ ესენი არიან მართლაც პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც და გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები, ასევე მათ უფრო მეტი საშუალება ექნებოდათ გონზემოსლის დაფიქრების. ვტიროდი შუმი ბღავილით, ვერ ვიღებდი ხმას, იმიტომ რომ მე უნდა მებრძოლა ჩემი გიგას ღირსებისთვის. მადლობა რომეო ტყეშელაშვილის პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან გიგა ავალიანის ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი.